ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის დიდი წმინდა შაბათი და ჩვენ აღვასრულეთ საღვთო ლიტურგია, ანუ წირვა და ამ წირვას აქვს უკვე სააღდგომო ჩამოლოცვა, რომელიც იწყება ესე მკვეთრით აღდგომილმა ქრისტემან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიმბოლურად გამოსახავს იმ ადგილს სახარებიდან, სადაც დედები მიდიან გამთენიისას იესოს საფლავზე, აი როდესაც თენდება შაბათი, უпростоრად შაბათის შემდეგ ერთ შაბათიან კვირა დღე-დღეობით ჩვენი თანამედროვე აღრიცხვით და ხდება პლოტი გარდაგორებული და მაცხოვარი უკვე არის აღდგარი მკვეთრით, თუმცა ჯერ ეს არ იცის არავინ და შემდეგ მოდიან, ეუბნებიან მოწაფეებს ამას და უკვე საღამოს მერე დღის მეორე ნახევარში მკვეთრით აღდგარი მაცხოვარი ყველას გამოეცხადება და ყველა გებულობს, რასაც ჩვენ ამ საღამოს უკვე განსაკუთრებულად აღნიშნავთ. ძალაუნებურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ფიქრობთ და ლოცულობთ ჩვენი პატრიარქისათვის, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჩვინთისა და ცხუნვალხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ელიასათვის და ჯერ არ არის გასული მისი 40 დღე გარდაცვალებიდან და ვემზადებით ამ 40 აღსანიშნავად და განსაკუთრებით ვემზადებით ჩვენ კრებისათვის, რომელმაც უნდა გამოირჩიოს ახალი პატრიარქი. და მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვკითხულობთ 102 ფსალმოს პატრიარქისათვის, ჩვენ ვკითხულობთ 102 ფსალმოს პატრიარქის ჯანმრთელობისათვის და ვთხოვდით უფალს, რომ 50 წლის იუბილე მასთან ერთად აგვენიშნა. და სულ რამდენიმე თვე არის დარჩენილი იმ დღემდე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს და დაწყებას ეს იქნება დეკემბერში მისი აღსაყდრების დღესასწაულზე და რატო ვკითხულობდით ამ 102 ფსალმოს, იმიტომ რომ აქ არის სიტყვები ამ ფსალმოში განახდას ვითარცა ურბისა სიჭაბუკე შენი და ადამიანურად ჩვენ ყველანი და მე პირადად ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა აი ღვთის განგებით ისე მომხდარიყო, რომ მას მიმიჭებოდა დღეთა სიგრძე განახლებულიყო მისი ჯანმრთელობა და მე რაღაც დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენ ნახავდეთ იმ პატრიარქს, რომელსაც ჩვენ ხედავდით ხოლმე ყოველთვის და აი დღეს ჩანაწერებში, ვიდეო ჩანაწერებში, ძველ ჩანაწერებში უყურებს და მთლიანად ვიხსენებთ მის ცხოვრებას. მაგრამ ღვთის განგება სხვანაირია, რა თქმა უნდა, ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი და ჩვენ გავაგრძელოთ ამ ფსალმონის კითხვა. მე თავიდან თქვი რომ 40-მდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ აუცილებლად ახალი პატრიარქის გამორჩევამდე და მერე ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მე ხშირად საყვედურობენ, რომ მე რა მეჩქარება პატრიარქის წმინდანად შერაცხვა და მე იჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს მოხდება. აუცილებლად, მაგრამ აქ ჩემ ეჭვზე და ჩემ სარწმუნოებაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმ საყოველთაო თაყვანისცემაზე, რომელიც აღესრულებოდა ჯერ კიდევ მისი ცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით აქ ლაპარაკია იმ სასწაულებზე, რომელსაც იგი სიცოცხლეში ახდენდა. ბევრი ადამიანი მოდის დღეს და გვიყვება იმ პირად თავის გამოცდილებას, რაც ჰქონდა მას პატრიარქთან ურთიერთობის და იმ სასწაულების, რაც თითოეული ჩემს პირად ცხოვრებაშიც იყო რამდენიმე ესეთი შემთხვევა, როდესაც აი პირდაპირ აშკარა სასწაულები მოახდინა ჩვენმა პატრიარქმა და დღეს უკვე გარდაცვალების შემდეგ მოხდა სასწაულებზე საუბრობენ არა მარტო ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი, არამედ უცხოელები, რომლებიც აი დასაფლავებაზე იყვნენ ჩამოსული და ყვებიან იმ სასწაულების შესახებ, რომელიც პატრიარქმა მოახდინა და ხშირად მეკითხებიან მე, რომ რატო არის საჩქარო მისი წმინდანად შერაცხვა.
რატო არ შეიძლება რომ დავიცადოთ და ნუ როცა დრო მოვა მაშინ შევრაცხოთ. ვერ გეტყვით, მაგრამ მე მახსენდება ამასთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი წმინდა სინოდის ხდომაზე, ნუ იყო ეს საკითხი ადრეც წმინდა სინოდის ხდომაზე, ეს არის უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის წმინდანად შერაცხვის შესახებ და მაშინ პირველად რომ ეს საკითხი დადგა წმინდა სინოდმა გადადო. და აი შემდეგ უკვე ერთი თუ ორი სინოდის შემდეგ მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, ესე იგი წარმოდგა სინოდის წინაშე, აი სრულიად მოულოდნება და ესეთი რამს თქვა, რომ პატრიარქს და სინოდს მიმართა. რომ შეიძლება ჯერ არა გვაქვს ჩვენ ეს მასალები, ყველაფერი მზად პატრიარქი კალისტრატეს წმინდანად შერაცხვის შესახებ, მაგრამ ან ეს როგორც საკუთარი პირადი თხოვნა, ესე გამოთქვა და საოცრად გააკეთა, ეცეთ სინოდის წინაშე დაიჩოქა და თხოვა პატრიარქს, თუ შეიძლება შევრაცხოთ და ისეთი შთამბეჭდავი იყო ესა, რომ ესე იგი პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და კალისტრატე ცინცაძე უწმინდესი და უნეტარესი შეირაცხა წმინდანად და ეს გამოვაცხადეთ. და ამის შემდეგ სულ ცოტა ხანი გავიდა და მოულოდნელად აბსოლუტურად უწმინდესი კი არა მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. აღმოჩნდა რომ ეს მისი ბოლო სინოდი იყო და ხო და აი მას რო ეს არ გაეკეთებინა მაშინ შეიძლება უწმინდესი კალისტრატე, ნუ აი მე როგორ განვითარდა მოვლენები ხომ ნახეთ ყველამ და შეიძლება დღესაც არ ყოფილიყო შერაცხილი. ეს კი წმინდანად არის შერაცხილი და არავის არ ახსოვს ეს ხა რატო შეიძლება რომ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ნამდვილად წმინდა ადამიანი იყო და ნამდვილად შეირაცხა წმინდანად და ესე წერია სახარებაში, რომ არავინ იცის დღე და ჟამი, როდესაც უფალი მობრძანდება და ამიტომ უნდა იჩქარო ადამიანმა, როგორც კი შეიძლება, ესე იგი რა შეიძლება სწრაფად იკეთო და აკეთო და ჩვენი პატრიარქის წმინდანად შერაცხვა ეს იქნება უდიდესი სიკეთე, რომელიც ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და ჩვენს ეკლესიას და ალბათ აი დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ეს იქნება აი ამ სიტყვების ასრულება განახლდეს ვითარცა ურბისა სიჭაბუკე შენი და ღმერთმა მოგვასწროს ამ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტე აღდგა